მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ YouTube გვერდზე საშუალება გაქვთ თვალი ადევნოთ ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩების მიმოხილვას. მე შეგახსენებთ, რომ ამ ტურში მხოლოდ 3 შეხვედრა გაიმართა, 2 კი გადაიდო. ჩვენი მიმოხილვის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა ლელოს არასენსა და ბათუმს შორის და მისი ბედი ერთმა საჯარიმომ გადაწყვიტა. აი დარტყმას კარგად დააკვირდით ბახვა კოპახიძის შესრულებული საჯარიმო მე-18 წუთზე გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა ბათუმისთვის, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ეს თანამედროვე რაგბის საზომებით. მას შემდეგ არაერთი ჯარიმა და არეკნი აცდა, ანგარიში იგივე დარჩა და ბათუმი სატურნირო ცხრილში ლელოს გაუთანაბდა. თუმცა ამაზე მოგვიანებით იყოს, ახლა უკვე შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ. ეს გახლავთ ხოჩებისა და ჯიქის ბოლნისური დაპირისპირება, რომელიც არც თუ სახარბიელო კლიმატური პირობებით იყო აკომპანირებული და ორივე გუნდს ძალიან გაუჭირდა განსაკუთრებით პირველ ტაიმში რეზულტატური თამაშის ჩვენება, ამიტომაც 45 წუთი დასრულდა ნულოვანი ფრით. ანგარიში გაიხსნა 45-ზე, როგორც უკვე გითხარით, ხოჩების 15-იანი შერკინების შემდეგ. შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ რა პირობებში ასპარეზობენ გუნდები, მაგრამ არაუშავს რაგბია ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ შემთხვევაში კი მოხდა ის, რომ ხოჩებმა მოიპოვეს უპირატესობა შერკინების შემდეგ, თუმცა კარში დარტყმა არ ისურვეს, რატომ უნდა დაერთვათ, როცა შეიძლებოდა შეტევიდან მეტის მოგება და მოიგეს კიდეც, როდესაც ბურთი მარცხენა ფლანგზე ჩაათამაშეს, ხარშილაძე მიიღო ბურთი, გადააღწია ხასიკით და 5 კულა ჩაიწერა აქტივში, რასაც სოხაძემ კიდევ 2 დაუმატა და 7-0 დაწინაურდა ხოჩები. ამას ჯიქის ერთადერთი რეზულტატური კონტრშეტევა მოყვა, რომელიც ხარაზიშვილმა 3 კული დაასრულა 48 წუთზე, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც ხოჩებს ეკუთვნოდა ხიდეშელმა ეს მოლი დააგვირგვინა 73 წუთზე ლელოთი და საბოლოო ანგარიში 12-3 დააფიქსირა მასპინძელთა სასარგებლოდ. თქვენ ახლა თვალსადევნებთ თბილისური TBS უნივერსიტეტისა და ქუთაისის აიას დაპირისპირებას, რომელიც დედაქალაქში ავჭალის სტადიონზე გაიმართა. ამ შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე ჭედლიშვილის დარტყმით გაიხსნა და TBS-ის 3-0 დაწინაურდა. ქუთაისლებმა სულ რაღაც 4 წუთში უპასუხეს მეტოქეს, როდესაც ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. მე-13 წუთზე კი პირველი ლელოც გავიდა ამ მატჩში. სტუმრებმა საკმაოდ ლამაზი კომბინაცია ჩაათამაშეს მარცხენა ფლანგზე, იქ ხაზი გაიჭრა, ერთი ოფლოუდი მეორე, ბურთი ძირდავარდა, თუმცა ისევ ქუთაისელს დარჩა, არ შეწყდა დინამიურობა შეტევისა და საბოლოოდ ცინაურიძემ ბურთი დაამიწა მეტოქის ლელოს მოედანში. სტუმრები დაწინაურდნენ 8-6, თუმცა პირველივე ტაიმში ჭედლიშვილმა კიდევ 2 ჯარიმა გაიტანა 28 და 38 წუთებზე და ნახევარი თავის გუნდს მოაგებინა ანგარიში 9-8. მეორე ნახევარში ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა, კერძოდ 56 წუთზე, ერთი შეხედვით უწყინარ სათამაშო სიტუაციაში რაღაც ვერ გაიყვეს მოთამაშეებმა, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა ამას, შემდეგ ხელჩართული ჭუბი და ბოლოს ჯგუფური აურზაური, რომლის დასაშოშმინებლადაც საჭსაც და ჭუბში არ მონაწილე მორაგბეებსაც სერიოზული ძალისხმევა დასჭირდათ. როგორც იქნა ეპიზოდი ამოიწურა და ახლა საჭზე მიდგა ჯერი, რათა მას მიეცა ინტერპრეტაცია მომხდარისთვის. ჭუბის დაწყების გამო წითელი ბარათით კაპიტანი გადავიდეთ რა, გადავიდეთ. ფეხით ჭუბისთვის. ფეხით 3 ნომერს აქვს წითელი ბარათი. და 14 ნომერი მინდა მწვანე. 14 ნომერი მწვანე. მარტო ერთასე. იმენა ჭუბის გაგრძელებისთვის არა, ხვითი გარეშე. ჯარიმა ჩვენ ხო გვიგრუნდა. ჭუბის დაწყება, ჭუბი დაიწყო თქვენი მხრიდან. 2 წითელი ბარათი, 1 ყვითელი და ამით მომენტი დამთავრდა, მატჩი გაგრძელდა და 65 წუთზე ჭედლიშვილმა კიდევ ერთი ჯარიმით 12-8 დააწინაურა TBS-ი. შემდეგ იყო ეს ეპიზოდი, როდესაც ქუთაისელებს ლელო არ ჩაუთვალეს. მინდა გითხრათ, რომ ეს მატჩი რაგბის კავშირის მიერ განხილულ იქნა და კავშირის პრეზიდენტის ბრძანებით მთელს სამსაჯო ბრიგადას გამოეცხადა საყვედური შეხვედრის არაკვალიფიციურად ჩატარებისთვის.
TBS-მა კი 77 წუთზე კიდევ 3 ქულა მოიპოვა ჭედლიშვილის ძალისხმევით ჯარიმიდან და 15-8 გაიმარჯვა. ეს გახლავთ თბილისური გუნდების არმაზისა და ლოკომოტივის დაპირისპირება, რომელიც სულ სხვა ტურს მიეკუთვნება. ის ჯერ კიდევ მეორე ტურში შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო და გაიმართა სულ ახლახანს, ამიტომაც მოხდა ჩვენს მიმოხილვაში. ანგარიში ამ შეხვედრაში ლოკომოტივმა გახსნა ჭინჭარაულის ზუსტი საჯარიმოთი და 3-0 დაწინაურდა, თუმცა სულ მალე ბროძელმა ანგარიში ასევე საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. თქვენ ახლა ლოკომოტივის სალელოვე შეტევას ადევნებთ თვალს, რომელიც როგორც ხედავთ, საკუთარი 22-დან იწყება, გრძელდება რამდენიმე ლამაზი ოფლოუდით, ცოტა ხნით ჩერდება უკვე საწინააღმდეგო 22 მეტრიან ხაზთან, სწრაფად გამოდის ბურთი რაკიდან, იშლება მარცხენა ფლანგზე და გოგაშკინინი რჩება 1-1-ზე ვიზავისთან, მას გვერდსუვლის და ამიწებს ბურთს მეტოქის ლელოს მოედანში. ბროძელმა კიდევ ერთხელ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 10-6-მდე შეამცირა, თუმცა ამას კვლავ ლოკომოტივის ლელო მოჰყვა უკვე მეორე ტაიმში, როდესაც ბექა ბიწაძემ დაამიწა ბურთი. არა უკაცრავად გიორგი ბიწაძემ ბექა ბიწაძის ლელოსაც ვნახავთ, ოღონდ ეს ოდნავ მოგვიანებით იქნება. მანამდე ბროძელი კიდევ ერთ ჯარიმას გაიტანს და ანგარის გახდის 9-15-ს და ბექა ბიწაძის დაპირებულ ლელოსაც ახლა იხილავთ, აი ამ აურზაურის შემდეგ მოლი კარგად შეინარჩუნეს თავიდან ლოკომოტიველებმა, შემდეგ იქვე ახლოში აუგდეს ბურთი ბიწაძეს და მანაც 1-1-ზე აჯობა ბოჭავს და გადააღწია ხაზს მიღმა. ეს კი ლოკომოტივის ბოლო ლელოა, რომელიც კვლავაც შკინინის ანგარიშია, თუმცა სანამ გარემარბი ბურთს დაამიწებს, მანამდე კიდევ რამდენიმე ფაზის ნახვა მოგვიწევს. ერთხელ ბურთი კიდის ხაზთან ახლოს დაფიქსირდა, არც მეორე დარტყმა წავიდა ძალიან შორს იქიდან, შემდეგ ბურთი მიიღო ბერიშვილმა და რამდენიმე მეტრი იარა იმის ხარჯზე, რომ ბოჭავმა მასზე ბოჭვა გააცუდა. ლოკომოტიველებმა გრძელთაზე თამაში არ ისურვეს და კვლავ უკან მიაბრუნეს და იქ შკინინმა ინდივიდუალური ოსტატობით შეაღწია ჩათვლის მოედანში, დაამიწა ბურთი და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირდა. 9-27 გაიმარჯვა ლოკომოტივმა. მიმდინარე წელს დარჩა სულ 2-2 შეხვედრა. გასამართი ორივე გადადებული მატჩია. არმია ხარებს უმასპინძლებს 20 დეკემბერს, ხოლო 21-ში ჯიქი არმას მიიღებს. ეს ორივე შეხვედრა ავჭალის სტადიონზე გაიმართება. ახლა კი შეგვიძლია თვალი გადავავლოთ სატურნირო ცხრილს, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. ის რომ ხოჩები ლიდერია და კიდევ კარგახანს დარჩება, ამაზე უკვე შევთანხმდით, რადგანაც ამ გუნდს 44 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს მთელი 14 ქულით უსწრებს. შემდეგ კი მოდიან ლელო სარასენსი და ბათუმი, რომლებსაც ორივეს 30-30 ქულა აქვთ. ხარებს 26 ქულა აქვს, მაგრამ 10 თამაში აქვს ჩატარებული, ესე იგი ერთი თამაშით ნაკლები და თეორიულად აქვს შანსი, რომ დაეწიოს ლიდერებს. შემდეგ მოდის ქუთაისის აია 24 ქულით, შემდეგ კი ჯიქი, რომელსაც 20 ქულა აქვს. არმიასაც 10 მატჩი აქვს გამართული და 19 ქულით მერვე ადგილზეა, მეცხრე არმაზია 14 ქულით, თუმცა 9 თამაშით ესეც აღსანიშნავია და TBS უნივერსიტეტს 7 ქულა აქვს, თუმცა ეს გუნდი ნამდვილად კარგად ასრულებს წელიწადს, რადგანაც პირველი გამარჯვება მოიპოვა.